მოგეთ როზე 3 წლის ხალხი შემოვალთ. ვიდრე რომ კომენტარში დაიჩაგდოთ აუდიო ფაილი. ყავლის სავს ლაპარაკობ. თავარი რაღაცი გვერდით რა. კი. უმილმეთ უკმაყოფილო იყო, კალკო პროსტა გაიხსენეთ. ვინა ეს ტანზანიელი ფორვარდი? წარმოვიდგინე. მე მგონია მიმოვიგე ამ დროს. მართლა გონია? მოგესალმებით მეგობრებო, ახალი სეზონი, ახალი წელი, სეტი ბრუნდება და ბრუნდება რა თქმა უნდა აუქციონით. აუქციონი რადგან იქნება პირველი, ვიფიქრე რა უნდა ყოფილიყო ისეთი რაც ყველაზე მეტად გვესიამოვნებოდა ამ ახალ წელს შეესაბამებოდა და მოდით ახალი თაობის, მომავალი თაობის სადღეგრძელოთი დავიწყოთ ჩვენი სეზონი და ახალგაზრდა ფეხბურთელების 23 წლამდელთა ფეხბურთელების საუკეთესო გუნდი გავაკეთოთ. თქვენ სამნი, გიორგი ციხისთავი, ლუკა მილორავა და ანდრო ხელაძე შეეცდებით რომ 23 წლამდელი ფეხბურთელებისგან საუკეთესო გუნდი შეკრათ. ანუ კიდევ ერთხელ 23 წლის უკვე ვინც არის, ისეთი ფეხბურთელები როგორებიც არიან კალაფიორი, ეკიტიკე, ედრი, იოშკო გვარდიოლი აქ არ იქნებიან. ჯერ 23 წლის არ უნდა იყვნენ ეს ფეხბურთელები. ჩემი ორი საყვარელი ფორვარდი ვერ იქნება. არა და მათ გამო მოვედი. ნიკი ვოლტემადეს და უგო ეკიტიკის გამო. ნამდვილად არც ერთი არ იქნება. ხარია რომ ასაკე იცი ორი. რეალური დიმ. ანუ მუღამი თავიდან ვერ გაკ, ხო? მუღამის არის. ანდრო ვიცით რა მახესაც გიგებთ სავარაუდოდ. სამი ყველაზე ახალგაზრდა კომენტატორი ვართ, ვინც სეტანტას ყავს. მართლა? მე ყველაზე პატარა, ჩემს მერე და ეს ჩემი გათვლა იყო. მართლა? ეს ჩემი გათვლა იყო. ვა. რომელიც ამ წამს გავიგე, სამი ყველაზე პატარა თავადების. მე თებერვალში. ფოფხას. ფოფხარი. კაი, ბოლო 4-დან ეს ჩვენს ბევრად იდეა. ბევრად 4 თვით. ბოლო დასაკეთე. 99-იანების თაობა. წესებს მეგობრებო, მაინც მოკლედ შეგახსენებთ, ალბათ ყველას ნანახი აქვს, მაგრამ მილიარდი გექნებათ ისევ, ფეხბურთელს ვერ გაატარებთ. დანარჩენი თქვენ იცით, დანარჩენი გზა და გზა ისედაც ყველა მიცის. კომენტარებში დაგიწერეს რომ ჯერო რო უფრო იაფიანი გამოვიდესო და მე რო უფრო ძვირიანი გაითვალისწინე. ამ მომენტისთვის არ ვაფიქრე. ანუ არ ითვალისწინებ ხო? ამ მომენტისთვის ამ წეს არ გავითვალისწინებ, თუმცა სამომავლოდ შეიძლება გავითვალისწინო. აქედან მოკითხვა და ახალი წლის მილოცვა იმ ადამიანს. არავინ არ ითვალისწინებს. არა YouTube-ზე მაგას ამბობენ, რომ YouTube-ი მით განსხვავდებაო, რომ კომენტარებს კითხულობთ და განვითარების საშუალება. community ჯერ არის ეს. თუმცა ეს ჩვენ არ გვეხება. თუმცა იხვეწება. ჩვენ რამდენი გავაკრიტიკეთ იმის მერე განვითარდა და მათ შორის შემზეც ვიწვნია ეს ყველაფერი. მე გავითვალისწინებ ამ რჩევას სადღაც, მას შემდეგ რაც ანდრო FIFA-ში აწყობს გუნდს. არასურო საერთოდ ეს ამის აწყობას რა უნდა? ამის აწყობას ანდროს სტარტ. დავიწყოთ მეგობრებო. 0 ჩალიჩ. 4-3-3 ამ ტაქტიკით თამაშობთ. და ორი ნახევარმცველი იქნება ერთად, ჩამშრალი მაქვს ცალკე გამოყოფილი ამ 4-3-3-ში, ორი გარემარბი ვინგერი იქნება, 4 მცველი და მეგობრებო, პირველი მეკარით არ ვიწყებთ. კი, ყველანი მიჩვეულები ვართ, თითქოს მეკარით უნდა დავიწყოთ, მაგრამ მოდი პირველი დავიწყებ მე ცენტრალური მცველით. პირველი ცენტრალური მცველით, პაუ კუბარს. ვაუ. თომი იქნება. 90 მილიონი. 90. ხანძვირია. რავი, კაი 90-ად წავიყვან. 95-ად წავიყვან. 95. პაუ კუბარს. და კაი ძვირი კი. აი, იმიტომ რომ მე ხარ რო ვფიქრობ 90 რა ამბავია ის. ან კაი. ძალიან ადეკვატი. პირველი ტირილი. სინამდვილეში ტირილი არ იყო. ჩემ გონებაში გადა შენზე გაუბრასდი, რომ მე რამდენს ვიხდი მეთქი მაგას ვამბობდი, თორე. შენი ფული არაა, bro. Bro. ალო. კაი დეცა. 100 გადავიხ. აი 100 მილიონი. ეს უკვე იაფია მე ამოვლენ ისინი. რატო კაც? აი, ამდენი ხანი იწუწუნე და აი თარდაოდ 105 ვიხდი. მოდი. 105 ვიხდი. 105 1, 105 2, 110 მილიონი პაუ კუბარს. აი 115-დან მორჩი რა. 115-დან მორჩა ლუკა. აი 120 ლამაზად მრგვალდება და. კი ბატონო, დამრგვალებული არის უკვე 1, 2 და 125. 125. მაგრად გაძვირდა ეხა ეს უბარსი. უბარსი კარგია. კარგი მცველი. ჩვენიერი მცველია. 1 სიტყვაზე. 2 წავიყვან. 3. 125-ად უბარსი წავიდა ლუკასთან. საკმაოდ ცუდი კი არის საუკეთესო მცველი, ალბათ აქ ვინც იქნება. უბრალოდ მე მცველში არ დახარჯე ფული? Yes baby. ეს ჩელენჯი.
ნახოთ, აბა ფულს თუ დახარჯავთ პირველ ნახევარმცველში, 125 ხო, ლუკა? რომელიც არის მეგობრებო ჯუდ ბელინგემი. საწყისი ფასი 110 მილიონი. არ გაწვალებთ რომ არ ახვიდეთ. 190. 190 მილიონი ჯუდ ბელინგემი. 200. 230. 230 მილიონი ჯუდ ბელინგემი. ასე იმეშვები. ესე გელოდები რა 225 მეთამაშები. ასე რას ნიშნავს? 100-დან უკვე 235-ზე ხარ. 1 მე ანუ იამალო ეჯახები. 240. 240. 240 ჯუდ ბელინგემი. თეორიულად იამალი შეიძლება არ გყავდეს ხო, რა თქმა უნდა. თეორიულად შეიძლება კი. მიდი და მიხვდი ახლა მინდა მე თო ეგრეც არ არის. მინდა 240. არ მინდა. 1 2 3 240 წავიდა. მურტელი მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს და ხო, ის ერთი შენ აღარ გერგება. ნუ აღარ მერგება და ნუ მერგება. მე არ ვიცი გერგება თუ არა. ჯერ არ ვფიქრე. ასნო. მეგობრებო, პირველი მეკარე. ოპა. აბა. ბოლო მე წავიყვანე ხო? გადარჩი. 50-ზე ნაკლები არ ღირს ხო? ციხესთან ვიდა. 20 მილიონად. რა 20? გიომ რესტესი 20 მილიონი. რესტი. ხოდიში. გიომ რესტი 20 მილიონი. 50 არის, თუ 20-ია ყველაზე ის. მე რადგან თქვენ ალბათ არ აწევთ, რავი, თუ აწევთ და თქვენი იყოს. ციხე, როგორი მეკარე? მაყურებელს აუხსნი, რატომ შეიძლება ნორმალურ მეკარედ? ეხლა გაუზარდა ფასი. ნორმალურ? არა, ნორმალური საოცარი მეკარე. ვიცი, რა თქმა უნდა. ნორმალური. არ მეკარეა, მაგრამ ტულუზას მეკარე როა, ეხლა პატარა ასაკში, მე-3 წელია ეგ ბევრს ნიშნავს. არა, კაი მეკარეა მართლა, მაგრამ უბრალოდ იმდენად განსხვავება არ იქნება მეკარეებს შორის, რომ რა. ხო, შენ 20 მილიონს თუ 15-ს გადაიქდი ვიღაცაში. ხო, 5 მილიონს დავზოგავარი რა. არ იქნება განსხვავება დიდი. და რესტი კაია, მილანსაც უნდა 21 წლამდელთა. მენიოს ის იყო ხო, მენიოს და საფრანგეთის 21 20 წლამდელ. გადაიხადა უკვე. 25. მაგადა მითხარ. არა, უშო 25 იღებს უკვე. მიყავს ანუ? კი. ხო, და საფრანგეთის 21 წლამდელთა მეკარეა. დიდი მადლობა. მეც ვებს დავამატებ. ზამშვენიერ მეკარე ყოლია. რესტის ერთი თამაშს არ მინახავს მეგობრებო, ამის გამო თუ გონიათ რომ ფეხბურთი არ უცეთ, ცუდი კომენტატორი ვარ და უნდა წავიდე სამსახურიდან, შეიძლება მართლა. როგორ არ გინახავს ბიჭო, საქართველოს საფრანგეთს ხო უყურებ? 25-ად წაიყვანა, 25. ბიჭო, 25 რაში ჭირდებოდა? შენაც და რა ვიცი. აი, მეგობრებო, პირველ მარცხენამცველს გამოვიყვან მილოშ კერკეზი 40 მილიონად. ნაჩქარი ფასი, არ არსებული ფასია, დღეს ბაზარზე გაცილებით ძვირი ღირს. 45 წელიწადით 45-ად იყიდა ლივერპულმა. 40. 40 კერკეზი. 45. 45 კერკეზი. ყველაფერში თუ ფული დავზოგე რა აზრია. რაში დაზოგერო? მილანის კაცია რა. 50. 30. მაგობში აღარ შემოვა რა. რა უშავს, აიყვანე. ხო, ნუ კერკეზე ის ხო რა. კერკეზი 50-ად წავიდა. ისე ესეთი აუქციონი გქნება, ესა რო აი 4 ფეხბურთელია მარტო და 600 ხარი ჩასვიოს და ნისლის ხალხი და სასწაული აუქციონი იქნებოდა ალბათ საუკეთესო, მაგრამ იმ ერთმა წელმა გვიქნა ეს. ანუ ფულის დახარჯვა აღარავის შეღარება, ვიცი რომ ამას ვერ ვიედი. რესტი მყავს აგ. კი, იომრესტი ყავს. მარჯვენა მცველი. აჰა. რიკო ლუისი. შვენია, აი მისი მინდა ფული. აუ ანდრო ძალიან. 50 მილიონი. ანდრო ის კლასელია. 50. ციდებს გაკვეთილზეს. ხო, აქ სიცილი არ შეიძლება. არა, შეიძლება, მაგრამ სუმეცია მთელი ვიდეოა და ეს უკვე ჩემზე გეცილება თუ ტიპებს ვისაუბრებს, გონია რომ ვიობთ. ხო, ლუისი? სიტუაციაზე მეცი. იმიშვი. მაგრამ მე მხოლოდ იმიტომ ვიხდი, რომ ალბათ უკეთესი არ არსებობს. პიტი. მე ვიხდი 45. არა, მართლა. 80? 45. ой, გული რა. ლუისი. აი, აღარ გიდეთ, ეხლა გავიყოთ ფლანგები. ანუ და გავიყოთ ბიჭო. ამაში მონაწილეობას მიიღებს არ ვაპირებთ, რომ ნარჩენებს ავიღო. დათვალი. 1 კაი 60. 60 მილიონი. 60 მილიონი რიკოლი. ბიჭო რა ვკნაპო. არა, მაგარია, არ მიზა. ანუ თქვენ ამოთო მე ვიცი, რომ- არ მოდის? არა, მე რა და 3 წლის ხალხი მოდის. დარწმუნებული ვარ, რომ ლუკა 65 არ აწევს და მაგით. არ მინდა 65. ანუ 5 მილიონის რიკო ამბავი. ლუისი ხალხი. წავიდა 1 მაგრამ არ ვიცი ამდენ თორე სული აბსურდები შეხვდებიან. იმედია ამა პრემიერ ლიგის 55-ად იყიდე თუ რამდენად? 60. სიტის და ლივერპულის მცველები იყიდა. ჩვენ ვიყიდით აიო. სპეციას. მიდით რა. პალესტრას უმის. პალესტრა იქნება იმიტომ იმედია. ამას ეგონება სული მცველი და კაი. პალესტრას აიყვანდა ეს. მე პალესტრას დიდი სიამოვნებით ავიღე. მარჯვენა ვინგერი. და რო აი ეს ვინაა და ჩავს. მარჯვენა ვინგერი. ჩვენ მისტერი ბოქში ყავდეს. ჯენა ვინგერიო. კაი. უკვე უკვე ხო? უკვე ეგ არის ხო? ლამინი ამალია. აუ როგორ მარცხენა ვინგერით დავიწყებ. არა, რატო? მინდა მარცხენა ვინგერი და ამიტომ. კენან ილდისი. საწყის ფასი 60 მილიონი.
60 ნაჩუქარი 100 და მე 100? თოვანო? მე არ ავწევ 105 ილდიზში არ ავწევდა. 1 105. ის აღარ გაგიძვირებ ჩემი აზრით. ნუ გამიძვირებ, წავიყვან ილდის. 105. ვიცი ვერ დამიგვიძე. ძალიან ძალიან. ილდიზი ძალიან კარგია, მაგრამ 110. აი მე აღარ გაგიძვირებს. აცი აღარ გაგიძვირებ. ილდიზი ძალიან კაია. მე ლეჩესთან 1 2 და 3 სამ თუ არ გამიხარდა მართლა. ილდიზი არის, კაი ფეხბურთელია ძალიან. რა კაი ფეხბურთელი, US თავარი ფეხბურთელია და ყველა შეტევა ამისგან გადის და ტიპი უტყავს და მე ძელს ხდება და ოპედა და დევიდი ერთად ციყვებიან და ეს არ გადის გოლი, თორე ილდიზი არის საოცარი მოთამაშე. ამაზე უკეთეს მარცხენა გარემარბი აქ ცხადი არ იქნება. ჩამშრალი მედია. ჩამშრალი პირველი. ბალება ან დავასტად მიდის. 40 მილიონი. თქვენ თუ არ აწევთ 40 ჩემთან წავ. ბალება ძალიან ძველი სეზონია, ხო არ მეშლება რამე. სეზონი ცუდი. სეზონი ცუდია. პირველი 4 ტური ხო და კაი მანჩესტერი რო გაგიჟდა. ძალიან პატარა არის. ძალიან პატარა არის. პატარა არა ხო მომავალში რა სიზამს ბრაიტონი ყველა არ დაასკაუტებდა. მიდიც ხე წაიყვა. კაი არის ბალება, კაი. 40 წავიდა. 40 წაიყვა. ერთი წუთი. 40 არ გაატარო ბიჭო ამაზე უკეთეს შენ არ გინდა? მე დავხარჯებული. 45. დავიყვან ბალებას რა პრობლემა. შენ არ გავს ხო ნახევარმცველთან. კაი 50. რავი კიდე გინდა გამიძვირო. რა ხდება ბიჭო? არ მინდა ბალება და რა უკნა. 1 2 და 3 ბალება წავიდა შენთან. მე მარტო კუბარს იმღავს. ნახევარდაცვაში ხდება სიგიჟეო ეს გავიხსენოთ მის ფრაზა. ნახევარდაცვაშიო კაციაობა იქნება. ჩამშლელი არ უგულისხმია. აშკარად. მე ესე გუთხარი რომ ჩამშლელი. ბალება თუ ის არის? აი მოვიდა დრო სუპერსტარის რა. მოვიდა დრო 23 წლის ხალხი შემოვიყვანთ ამ დროს. მარჯვენა ვინგერი ლამინ იამალი 300. ამ დროს აქვს დარჩენილი 625 მილიონი. 305. 350. დროს დარჩება. აუ რა საკეთებს? მე აკინკო გუნდი ბიჭო. ამას ავაგენ 355. 380. რამდენია აქ? 625 აქ ამ მომენტისთვის. 1 წუთი. 625 და 300 ამდენი თქვი? 380. რა გრაგჭება 245 გრჩება, ხო? ჩემი ტაქტიკა ხო იცი ჩემი. 390. 390. რამდენი რა შეიძლება? თუ მიფუჭებ ხა რა ცოტა გავაკეთოთ რა. რა უნდა გააკეთოთ გააგზელეთ კაცო საქართველოს 385. ბარე 400 გეტყვა. არა 400 წავყვანი. კაი გაატანე მიგორ და ერთი მაინტერესებს მე 6 კაცი როგორ უნდა აწყოს ბელინგემი და 235. იამალი გინდა ყავს ეს ერთად გუნდში? ყავდეს მაგრამ მე 400. არადეკვატური გუნდი გამოვა. 400? მარტო კუბარსი ყავს ხო შენ? ია 400 ამისთვის. 405. 410. 10? გაგატანე ხა რაღაც მომენტ შეგაჩეჩე. შემაჩეჩე? 410 ხო იაბა? 400 წაიყვანოს. მოიცი ჯერ უნდა დათვალოს. 1 415. ვაუ! რამდენია? მე იაფა დავკრიფე თავის პოზიციაზე. აქსის ვაუიყო. 420. 420 იამალი 420. ესეთი ფასი ჯერ არ შეგადახდია. არა რა 420 რა არის ნახევარ ბიუჯეტი არის რა დაჟე 40%. NBA რო ვითამაშე იქაც არ გადახტილა ლებრონში. 5 კაცი ყო იცო. 420 თქვი შენ ხო? 1 2 3 420-ად ლუკასთან წავიდა. ხო იცი რა 5 მილიონად წავიყვან გიემ რესტებს და რაღაცებს არა. 5-5-ად ხო აი 420 ხო? კი. რავი არა უშავს რა 455 დამჭა რა. არა მაგის кайფი. ანუ მე ვარ დომინანტი ძალა ამ მომენტისთვის ბაზარზე. ხო მაგ. არა sorry მოიქიც მართლა. მეც იგივე შევიზამთ. შენ დომინანტი ძალა ხარ ბაზარზე გილოც. ფულით რა თორე. კი არა ძალიან მაგარ ტიპებს აიყვანე ხან. ნახე. ბიჭო პირველი ვარიანტი ფორვარდი რომელიც პირველი ვარიანტები. პირველი არ გამოგიყვანია ცენტր ფორვარდი. შეშკოარე 40 მილიონი. შენია. აიყვან მიდი. 40-ად წავიყვან, მაგრამ აი როგორც კი მოუმატებს გიორგის 45. 50. უკეთესი არავინ არ იქნება. მაგ ლოგიკით ვირჩევ თორე არ გიждები 55. ფილიალი შეშკო კაია. 60. ძალიან ცოტა ბიჭო 60-ად იყიდეს. 65. აი რაზე ეთყობა რომ ისეთი გასაგიჟო ფორვარდი არ არის ისე ბიდი ერთი ანუ 80 ზე მეტი არ არა 5 არ იქნება და ეხა გუშინ კარგად ითამაშა და გუშინ კი და წამოვიდა. მიდი ცხელია. შიჯედა ჭირდება შეშკო. ვაჯედა რა არის ჭირდება შეშკო. არავინ არ იქნება სიგიჟეები არიან მეტი. მულტემადი სტოვიჩი არის როგორც ვიცი ერთ-ერთი. მულტემადი და ჩემი ეკიტიკე და ჩემი კუკარაჩა როგორ არ ჩამისვა ეს. სტოვიჩი არის. 1
2 70. ეგ საკვალში იყო იმის რომ ამეცი. არ არის 50-ის 26 საათი. ვიცი ვიღაც ეგეთი იქნება. ნახევარმცველებზე შეება მე და აზე 1 ისთვის ინახავ 2 3 აწაიყო. შეშკო 70-ად წავიდა ანდროსთან. მე მევასება ძალიან. არა, მართლა მევასება თუ არ მევასება. მე ძალიან მევასება შეშკო. მევასებოდა. ხო მევასებოდა სანამ მანჩესტერში გადავიდოდა, იქ ხო იცი დიაგნოზი არ არის. იმიტომ არ მევასება მანჩესტერში, რომ თვითონ მანჩესტერი ვერ თამაშობს კარგად. აი გუშინ დაიწყო, იქნებ ახალ მწვრთნელთან ერთად. შეიძლება. მარჯვენა ამორიმის ბრალი იყო. კი, დიდი შანსია მაგის, ალბათ. ალბათ მანჩესტერში ყოველთვის ყველაფერი მწვრთნელის ბრალია ხოლმე და მე ყველაფერი იცვი. ვიღაცის ბრალია, მარ შეშკოს ნაგდოდა. 5-5-5 დაგჭა ანდრო. მეგობრებო, 42 840 აქვს ციხეს, 455 აქვს ლუკას და 555 ანდროს. მეორე ვინგერ შემოგთავაზებთ, მარჯვენა ვინგერს, დეზირე დუე. იჭიდავეთ მე. დეზირე დუე, დავიწყოთ 90 მილიონით. 150. 150 დეზირე. ციხეს ფული ამდენი აქვს? 155. 150. 140. აჰ, ისთვის ინახავ ბიჭო. არა, რაღაც დაუფიქრდი თორე წევდი. 170. ანუ ანდროს ამან რო წაიყვანოს მე რჩება 6 კაცი და საკმარის 6 კაცისთვის ფული, ხო? 175 თქვი? ხო, 175 ბარემ, ჰა, კიდე. 180 თუ 180 180 დუე. ძალიან იაფია ბიჭო. ბიჭო, არა ეგეთი ძალიან იაფია, უბრალოდ თქვენ შენი იამალს არ უნდა შეადარო. იამალთან როგორ არ შეადაროს ოღონდ. იამალთან ბელინგემიც იაფია, ხო, მაშინ ეგრე რო დაფიქრდე რა. კი, ეგრე უნდა იფიქროს ზუსტად, რომ როგორი იაფი დაჯდა სხვა ყველა ფეხბურთელი. ეგრე მაშინაც NBA-ს ეგრე დაგვემართა, კანინდაშინის რო გავა. აჰა. 200. ანუ ანდროს დარჩება 355 და 6 ფეხბურთელი. მე დავშა 9 ფეხბურთელი. 6 მეთქი. ხო, 6 ფეხბურთელი. 9 ფეხბურთელი. თუ მე ვერ ავიყვან ფეხბურთელი, თუ გინდა ჩამისვი უფროსები. არა, მოგიფიქრე. მე ცუდები იქნება. ნაკრებად სავარაუდოა, რომ ცოცხალი არსებები ჩაგისვა. უფროსები ჩამისვი. ნაკრებად სავარაუდოა. სამსაჯი და 26 რონალდო. მეს უბროსი. 205 დავაფიქსე. 205. 1 2 3 ვერ მოასწრე. ვერ მოასწრე. დუე წავიდა 205-ად და შენ ვინ შეხვდა? შენ შეხვდა მატიას სულე 25 მილიონად ან 30 მილიონად შემოგთავაზებ მისტერი ბოქს. ოკეი. რამდენი სულე? მატიას სოულე. სოულეს ორივე ვარიანტი სწორია. სულე არის. ორივე სწორია. ჩვენ სოულეს ვეძახით კომენტატორები, იმიტომ რომ არგენტინელია, მაგრამ იხ იტალიაში სულესაც ეძახიან, ამიტომ არ აუშავს. მატიას სულე, როგორც გესიამოვნებათ რა. სულეიო. მისტერი ბოქსი 5 მილიონით უფრო ძვირია. სამ ნაკრებში შეეძლო თამაში და ყველაზე ძლიერი აირჩია. ბოდიში. ანუ სამ ნაკრებში შეეძლო თამაში და ყველაზე ძლიერი აირჩია. ესპანეთისთვის გოლი აქვს გადანილი. აუ ვიცი. და ეს სეზონი ახალ კლუბში დაიწყო. ეგეთ დროს. რაიან შერკია. არის ხოლმე არას დროს, მაგრამ მე მაინც ავიყვან ამას, იმიტომ რომ სოული. რა თქმა უნდა შერკია. 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 რაგინდა? 30 მილიონად. ბიჭო, ანუ მიხდებოდა ანდროც ახლა. ისეაც ვიხდი. ისეაც ვიხდი სამ ნაკრებში. ყველა ძლიერი აირჩია. რა თქმა უნდა, მარჯვენა გარემარბია და 23 წლამდეა და ანდრო ამოვიდა. პროსტა მეთქი. არ დავიჯიქსო თქო შენ რო თქვი რომ ვიცი, იმიტომ რომ ადრე გახსოვს ეგ რომ მითხარი და ვიღაც სულელი აქვს. პოლ რობინს ღმერთო საოცარი ტრანსფერი არის, უკაცრავად ვერ შევიმშრიე ხალხო. რო არ იცოდეთ და ალბათ იცით. რამდენად? ალბათ იცით რაც ხდება მეგობრებო. It's coming. ცენტრალური მცველი მეორე 딘 ჰაუსენი. რამდენად? 60-ად. 60-ად? კაი 80-ად. მაინც აწევთ. კაი, მაინც აწევთ. ისედაც 80 არის. ხო, რეალის ფანაზი უბარში 90 და საუშენი 60-ში. მოიცა ერთი წამი. ლუკას ყავს ორი კაცი. და როდის აპირებს ეს ბატონი? ორი კაცი ყავს, 9 კაცი ყავს ასაკი. საოცარი კაცი არის მართლადო. რატო? არ მევასები. 80 მაგარი კაცი ხარ და ბარსას ფანები წამოვიყვანენ. 80. კი. აი ეს რა ძალიან ცოდი. აი და ჩვენი აუდიტორია, აი მართლა გავარეკრუტე. ვით რო არ შეაფასო რომ ამას ყვარა ყავს იმას ქოჩორა და მოდი იმას მივცე ხმაო. აუ აბა ეხა ობიექტურად შეაფასო შემოდგება რასტიშოს ბარსას ფანები დაინახავენ იამალი კუბარშის და წამო. ხედავთ ხალხო რა აი წარმოგვიდგენს. რითი თამაში. ხალხი რა შუაში მეც ვერ შევაფასებ ობიექტურად. 80. 80. 85-ია. 90. 90. 90. შეწაიყვარე ეს დუე 200 რაღაცა. 205-ად. ეხლა რამდენი აქვს ფული? 625. მე რამდენი მაქნიკა? 525. 100 მილიონი ჩენზე მეტი აქვს და ერთი კაცი ჩენზე ნაკლები ყავს. კაი, 100 კაცო ჰაუსენზე. 105.
110. კი ბატონო. 115. საუკეთესო მცველი არის ალბათ. ეს დარჩა. 125. 135. 135. ცეცხლი მინდა მეტი. ცეცხლი გინდა. ვინ მოვა მეტი? მეტი ვინ უნდა მოვა? მე ვიყოლება კუბარსი ამას ეყოლება ჰაუსენი და შენ გეყოლება არ ვიცი ვინ. ხო, ჩვენი ვაფშე ამ კაბალი ხუანი. ხუან კაბალი. 140? ბიჭო, ცველზე მეტი არჩევანი აქვს, იმიტომ რომ 6 კაცი ყავს გამოყვანილი. ხო, მაგრამ არავინ არა ის. 6 რა. საშინელი მცველი ჯერ არ იქნება. ანუ საშინელი სასწავლო, ანუ დაბალი დონის მცველი ჯერ არ იქნება. საშინელი ფეხბურთელი ვერ იქნება. ახალგაზრდა ტალანტებზე ვიყოლებ. საშინელს თამაშიდან გამომდინარე. ახალგაზრდა ტალანტები ვერ მოყვანილი. სულფეხბურთელი როგორ არის? მე ამ დროს ვიზე უნდა ვთქვა რომ ეს არის. ეს რაც გაიგდება. კვადუა სამოა ვერ მოვა. ხლას დავიწყებდი 3-2-1-ის, იმიტომ რომ საკმაოდ არა, მე მინდა რომ ლუკა რა ლოგიკასაც მიხვდა, ეგ ლოგიკა თავიდანვე გაგიაზრებინათ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ იქნება, რომ რა უნდა ვთქვა, ეს აი რა უნდა ვთქვა, ეს გუში დაბალ რეიტინგიანი რა, უბრალოდ რას ვამბობ, რომ ეხლა ვერ იქნება. ეგ ჯერ კიდევ გუში გავიაზრე, ნიკა როცა მითხარი როზე სამწლომდელი. 1 აჰა, 155. აი ვარ. 2 3 ეხა ჩემზე ნაკლები ფული აქვს, ხო დარჩენილი? კი. ოკეი. ჰაუსენი 90 აქვს. 155 მილიონად. მაგრამ ჩემზე მეტი აქვს მაინც. კი ბატონო. მე არ შემოვა არასდროს თქვენი აზრით ამაში. აშვები ვაფშე. გიყურებთ პირველი რიგებიდან ეს კომენტატორები რო როზე მეტი ფული არ გაქვს? თქვენი სტებართვით შემდეგ ნახევარმცველს შემოვაგდებ. შემდეგ ნახევარმცველს ჯამალ მუსიალა. რა თქმა უნდა, ეხლა ტრამვაის ეს ხო ბელინგემის მომავლის პოზიცია გუნდს არა. აწყობთ. ბელინგემის პოზიციაა. ანუ რა ფოტოწოში, ნახევარდაცვაში. არა, როგორ არა? შემიძლია ხო? მეორე ნახევარ. 2 ნახევარმცველი. ოკეი. მუსიალა საწყისი ფასი არის 100 მილიონი. 200. მუსიალა 200. 205. ხო, რა თუ ვერ წავიყვან, ისე მაინც ვიზამ, რომ 230. ბიჭო, მაგრამ მუსიალა წაიყვანოს. მნიშვნელოვანია მუსიალა. ვიცი ხო, უბრალოდ მე თანხას ვუყურე ამდენით შე. კაი, 230 თქვი, 215. ბემბი. 235. 240. 240. 240, ანუ ამ დროს დარჩება. შენ ბიჭო, სხვისი ფულის თვალს, როდის უნდა დაანებოთ? ბიჭო, სადღაც ხო უნდა გაგა. შენ ფულს ითქვა. მაგრამ მე ვიდა ხავს რა. ვირცი ეყოლა. ვეკითხები ხო? ვირცი ეყოლა, ბატონო, ვირცი ჩემ საუბრობ. თავით. 240. 1 ვიცი ეყოლა. 2 3. მუსიალა 240-ად და წავიდა. წავიყვან ვი. რაღაცაში და შემოსულიყავი ხა მეც. ჯუსი ალაღავს ამის. დამეტოვებინა 200. მე მგონია რომ ფული დაგჭირდა. მეც ეგრე მგონია. უმრობის გარეშე მგონია რომ ფული დაგჭირდა. ხო, შენ 240-ად წაიყვან. ადამიანებს რომლებიც თავიდან დიდ ფულს გაისვრიან, მე არიან ჩამჯდარი უჭერენ და ბოლოს 100 მილიონი. ეს ალექსანდრე გაბრიჩის კლუბია, როგორც ახასიათე. მას ყავს ხვები მდევრები ერთ-ერთ შუაში. შუაში ის ბევრს ხარჯავს ხოლმე პირველ? არა, ფულს საერთოდ არ ხარჯავს. მე ბევრი დავხარჯე 400 მილიონად ვიყიდე ფეხბურთელი. მე რედაქცია. ანდრო, 250-ად ხო იყიდე? კი, რამდენი დავშა მითხე შენ უკეთესად ჩემ. 285. 280. აი, ანდრო გამოეთიშა. ანუ რას გამოიქცი? ცოტა ხანი. ნუ ცოტა ხანი დაგასვა. რაღაცა. მეორე მარცხენა მცველი. აბა? აქ თქვენ ხარ. მარცხენა ცენტრალური არა ხო? მარცხენა მცველი, მარცხენა. კერკეზის შემდეგ ბალდე. ბალდეს ფასიც 40 მილიონი. ვიხდიო. 40 მილიონს ეხთეს. მოლდე უკეთესია. 50. წესით. 55. 60. 65. აი, ხა და მე ხავს კაც. რა აი, ხა შენ რა გიდა, მან მარტო ეგ უნდა გაგეთა. აბა ამას ბარსა წაუყვა. მართლაც შემოვლე ბარსას ფანზე. მე ავიყვანე კერკ. ფილიში. კი, საქართველოს გიორგი არა. აი რა ბარსას აუ რა მოხდება მე რე? აი შენ ხო შენ რო გუჩა ხედავ შენ უნდა გესიამოვნო. ბავშვებო, დაანახეთ ბარსას კომიუნიტის ზალა და უთხარით ლუკა მილორავას რომ საუკეთესო გუნდი ყავს. ხო, გამისპა, მიდი დათვალე. 1 2 და 3. კა, 55 მილიონად ვაქვს. 65. ეს გერევად ხომ. 65. 65. აუ, არა უშავს. დაგე 5 წამართო კიდე 55 ვახსო. ანდრო 85. შენ დაგჭა ბარსფანებო ეგ არქნათ რა თქმა უნდა. ლუის კელი 20 მილიონად. აუ, შვენიერი. ან 30 მილიონად ეს მისტერი ბოქს. კელი ამდენად? 20. 20. ოკეი. კლუბთან ერთად 2 მედალი აქვს მოგებული. 1.93 სიმაღლეში და ნაკრებში დებიუტი უემბლიზე ჰქონდა. ნაკრებში დებიუტი. აი, მოდი არ დავიხმარ. არ დავახმარ. ოღონდ ეს ინგლისელი არის თუ არა ვერ გეტყვი. ნაკრებში დებიუტი ჰქონდა უემბლიზე. მარცხენა მცველია 1.93. მაღალი მცველები. დერბენი პატარა არა, უკვე დიდი ხანია. 18-ია ბები. პარტიზაგიანი ვიღაცა. ანუ შეიძლება ურიც. ნაკრებში დებიუტი პარტიზაგის ხო არ ქონია მილო.
ბარტეზაგის ძირითად ნაკრებში არ ქონია. არა, ხო, ძირითად ნაკრებში იგულისხმება, ხო? ძირითად ნაკრებში არა. ბარტეზაგიზე მარცხენა მცველი, ბიჭო? კონსა ხო არ არის ეგეთი არ, კონსა მარცხენა მცველიც კი არ არის. კონსა რამდენი წლისაა, ბიჭო? თამაში. დენბერი რამდენი წლისაა? დენბერ ბებერია. მოგა შევხვდა დენბერზე რობიქ. დენბერნ ეგს დამავიდა. არა, ინგლისელი არ არის, კაროჩე. სხვა იმაზე წარით. გერმანელი არის. ბარტეზაგი მაქსიმალია, ვიცი. მაღალია 12 შობა არ არის, მაგრამ 29 არის. 93-ია, ხო? ჩემსი მაღალი ტიპი მარცხენა ფლანგზე რა სიგიჟე. აი იქნება ვიღაც. რავი, მართლა. აირჩე. ალაფისი მაღალი ვე მაგას ვფიქრობი ხარა. კალფიორი ხო 23-აა, 23-ისა არ არის კალაფი. აირჩე. MLS. მასკელიო, სკელი. ლუის კელი. ნიკო ორაილი იყო. ერთი დო. მაღალი ხო, ორაილი უნდა. ანუ მე მაილს ლუის კელისგან ისეთი რაღაცები დავინახე წინა სეზონში, რომ ჩემი ძალიან კაი ძალიან კაი ფეხბურთელი. უბრალოდ კალფიორი უკეთესია ამ ეტაპზე. შეიძლება ასაკიდან გამომდინარე, შეიძლება იქიდან გამომდინარე, რომ მრავალი პოზიციის დაფარვა შეუძლია და რაღაც უდიდელია. მოგწოს. უჩუ მაშინ რავი ავირჩიო და ანუ არაფერელობა რა. შემდეგი მეკარე რობინ რუბსი. არავინ უყურებს, შენ თავს ვიცავ. რობინ რუბსი. მეკარე, შემდეგი რობინ რუბსი. 20 მილიონი. სანდერლენდი. მე რესტი მყავს მე. რესტ ჯობია ამ სეზონში. რა ღირს? მე რესტი მყავს და რესტ. რა ღირს? 20. ის. 25. ეტა იგიც 30. რავი, არ ვიცი, წაიყვანოს, რა სხვაობა უნდა იყოს, რომ ვის მომიტან ახლა შენ. ბიჭო, რესტსა და რუბს შორის სხვაობა ნახდათ არა, ანუ ცოტა ჯობია რუბსი. 20 და რამდენად იყიდე? 30. იმიტომ რომ უკეთესი სეზონი აქვს. არა, რესტი შეიძლება კამობილიც იყოს და შეიძლება ბერმა თქვას, შემდეგი მეკარე შემის დაგჩა, რომ ამაზე დიდი პოტენციალი აქვს. ეს არის იონას ურბიგი. აურბიგი მართლა გაიმე. 15 მილიონი ბაიერნის მეკარე. კარგი შეიძლება თქვან. კი. ხო, დაუტოვოთ ადამიანებს უფლება. ყველას აქვს პოტენციალი თავისუფლება. წლისებია. ეს თქვან. ოღონდ. მისტერი ბოქსი მოდი. რა თქმა უნდა, მისტერი ბოქსი 5 მილიონად. ოი. ფუტბოლ მენეჯერ 2022-ში მას ვუნდერკინდს უწოდებდნენ. ვიკიპედიაზე ვკითხავ. და ორში უწოდებდნენ. კი. ოთარ მამაგეიშვილს მისთვის გაუტანია. ანუ პორტუგალიაში თამაშობს? ვერაფერს ვერ გეტყვი. პიურმერენდში დაიბადა. აი რაზე გურბიგი მეყოლება თუ ბაიერნის მაგას მაინც გავახარე? მართლა ის იქნება რა. მე ლოგა. აი კარგი მეკარე იქნება და ისეთი მინიშნებები აქვს რომ მეცინება ყველაზე რა. არ კაი მეკარე ახალგაზრდა იქნება რომელიც სახელიც არ მეწოდინება. ალბათ მაგას ვერჩევ. ოზე გიცი. ვის? 5 მილიონიან მისტერი ბოქსი. რომ ჯეიდენ ოვუსუ ოდურო. რომელიც არის მომავალი ჰოლანდიის ნაკრების მეკარე 5 მილიონად შვენიერი. 5 მილიონად. ეგ ბარსას ფანები შემოვლე და იტყვია რომ ვა იამალი და ბალდე ყავს ეს ოდურუთი მოიგებსო? ზუსტად მაგას იზავენ. გვარი გამაღასინე. აღარ მახსოვს. ზუსტად მაგას ვისი მეკარეა? ბიჭო არა. ვისი მეკარეა? გადას პორტუგალიური გუნდის ალბათ. ალკმარშია. ალკმარში თამაშობდა ერთი ბიჭი. მის შესახებ არავინ არ იცოდა. ზუსტად. წავიდა სერიაში, გახდა სერია საუკეთესო ნახევარმცველი. მე წავიდა Manchester City-ში. ასევე შენდური თამაშობს. შენ თამაშის პრინციპი ის არის ეხლა როგორაა თორე. და ეხლა 10 წლის მერე იცი ოდორო როგორია? ამაზე გაცილებით უხდია რა იცი. არ უყურებს ერედივიზიას. სანდერლენდში თამაშობს. არ კარგი. მე რა, სანდერლენდში ამ სეზონში ეს საუკეთესო მეკარეა პრემიერ ლიგაში. მენიო თამაშობდა ლილში 27 წლამდე, მე რა. ლილში გახდა ჩემპიონი პარიზში. გავიგე, მაგრამ ვიღაცა იტყოდა რომ ეს ლილშია ის. აი, განვაგზოთ. ძალიან მომწონს. კაი, ამათოთ მაგრამ ნახევარმცველს შემოგთავაზებ შემდეგს. ვიდი. ფლორიან ვირცი. და ღირს? 70. ან ლავი 100. აი გადავიხდი 105-ს რა. 105-ს გადავიხდი რა კი არა? ანუ ისე იყიდეს უფრო ძვირად. ანუ ისე იმ ფასებით. გასაჭირო. ამ ფასებით 70 უჭველი უნდა. 115 გაიხო რა. მილორ. იხო რა, ესე რა უმწეულ მდგომარეობაში რჩება ისე კიდე რო გამომოღოს. ვირცი და იამალი ერთად გაატარო. არა კაცო. просто ვითვლი. გაგიჟდი? აუ ვირცი და იამალი რას ნიშნავს ერთად? შენ ბელინგემი და მუსიალა ყავს ერთად. იგივე კალიბრია. 125. ზებოდა და ილდიშიც. 125. 130. 135. მილორას დარჩება 250, მაინც საკმარისია. ხო არა, ჯერ დიდადაა. არის საკმარისი. შენ შენ 40 იგივე საკეთებ ხოლმე ჩემს მას. ვერ გადავხდით 40. 45. 150. სიხე ვიყავს. 155. ვიყავს მაგარი ფეხბურთელი. დუე. ბიჭო, მაგრამ შო? ჰაუსენი რავი. აუ პაჯი გაწელი თუ ხარა და ის რა არ იყოს ეს სიტყვა. 155-ია, ხო, ლუკამ? 160, ჰა. 165. 1 წაიყვანოს. შვენიერი. ვიცი და
არ ვიცი. რა დროს დამავიწყდი, არ ვიცი, ფიქრობდი სხვა იმეებზე ვარ. 165 ხო? 220 დარჩა, ვაფშე. 220 დარჩა და 100 ყვანი ყავს 1-2. არა, უშოიც. ფევისაი. ავკენ გავაკრებურთელი. ბიჭო, მარცხენა ფლანგზე მეორე ვარიანტია დარჩენილი ლეგ ჩემია, ფორვარდია მეორე დარჩენილი ლეგ ჩემია. მარცხენა ვინგერი, მეორე. გარნაჩო 30 მილიონი. შენ თან მოდის რო მიყავს. შეტად მოდის. 30-თან? გარნაჩოზე უკეთესი არის, ხო ბიჭო? არა, ნუ აი ხა მიორა. არა, იყო და არა იყო. ის უკვე მოვიშორებ, თორემ გარნაჩოს თუ აიყვას ან. არ შეუდგას გარნაჩოს ოდორუ მირჩევია. ალკმარი რა ცუდია? არ გარნაჩოს ოდორუ. ის რატომ მირჩევია, იმიტომ რომ ოდორუზე არ ვიცი თუ ვინ არის. გარნაჩოზე ვიცი, ზუსტად ვიცი ვის არის. გავუხსენოთ მეგობრებო, ოდორუ ძალიან მაგარი მაგარია. ჰაილაიტებს გავუშვებთ აქ თუ უფლებას მოგცემ. მე მეტეს მესამე YouTube-ი არ ვიცი. უბრალოდ რა. კაი, მოდის ჩემთან. წავიდა ეს წაიყვანს? ებოის ეს წვეთა. 30-ად წაიყვანა. შენთან, ხო? 30. კი, 30-ად. შენთან ლუკა მოდის 5 მილიონად. აინტრახტის მარცხენა ვინგერი. ძალიან მაგარია. შან მატეო ბაოია ძალიან კაია. ბაოია, ბაოია მართლა კაია. და ხურო მე მართლა. 5 მილიონად მისტერიო ბოქსი. მიდი, ბაოია იქნება კაია. ვიღაცა ალბას. ბუაკეში დაიბადა. ბუაკე, როგორი წერება შეგიძლია მითხრა? ბუაკე. გეხოცები ლათინურად როგორი წერება მითხრა? B U U ან ბოუაკე იქ, ბოუაკე. K არის თუ Q-ა? არა, K-ია. K-ა ნუ აფრიკა. მე K ვარ. ეროვნულ ნაკრებში სამ თამაში 2 გოლი აქვს გატანილი. სამ თამაში 2 გოლი. ჯერჯერობით, ნუ ახალგაზრდა არის. და ეს სეზონი ახალ კლუბთან დაიწყო და იქაც 2 გოლი უკვე აქვს გატანილი. ანუ ახალ კლუბთან დაიწყო, ესე იგი იყიდეს რა, ეხლა რომ მაგარიაო და იყიდეს, ხო? აი ფეხბურთელია ბევრად ვიდრე. მაგას ვერჩა. 5 მილიონად. ესეც გერმანიის ჩემპიონატიდანაა, ჰოფენჰაიმიდან ბაზუამანა ტურე. ძალიან კაია. ტურე, აი, ხო? მესამეზე ვერ გავიდე აციამ დრაფტში. რატო? რატო? იამალი ვირცი კუბარსი ბალდე მყავს. ოდურო ტურეც, რა ვიცი. ბავია ტურე? ანუ არ არის განსხვავება მაგ ახალგაზრდა ფეხბურთში. გარდაჩოს ატო არ ჯობია ტურე. რას ქვია განსხვავება არა ახალგაზრდა, ახალგაზრდა. კი, ჯერ არიან ნახე. ანუ ნერგები არიან და ყველა გაიხარა. ჯერ ნერგები არიან და არ ვიცით შეობა უფრო მაღლა გაიზარდა და შეობა უფრო და. კაი, ტურე. 215. ბავია რა ქვია? ბაზუამანა ტურე. ანუ დიდია. სანდობიანი ძალიან აურა კი. განაჩოს რო უყურებ არ შეამონებს ეს განაჩო კვალიფიკაცია. შემდეგი ნახევარმცველი ჟოაო ნევეში. რომელიც 70 მილიონი. რა თქმა უნდა ჩემია, რა ვიცი. 100. 105. 120. მოიც ხო შემიძლია მეც რომ ნახევარმცველები ხო შემიძლია. შენ არ შეგიძლია. იმიტომ რომ ბელინგემი და ის ანუ მე საქმეზე მოვდივარ მარტო? საყდენი დამჭი. კი. ხო, ანუ შენ ვერა იყო. თქვენ ორი ხართ მარტო. 120. მოიცა, ნიკა, ვიცი და ვინ ყავს შენ? ნახევარდაცვაში არა. მარტო ვიცი. ციხე ეს მაინც აიყვა. არა, ამას წავიყვანთ, რამდენი? 120. 125. 130. ბიჭო, აი, პროსტა მე ხო აღეს მართლა კუნძები ჩავ. მიდი. არა, ეცა ანდროს ვესაუბრ. არ ნევეში. აი წეცა, 100. არა, მისმი, ბიჭო, მისთვის რომ ისინი არ არის. ნერგები 130 მილიონს ხო იხდეს. მე ვიცი შეება 85 მილიონი. 4 კაცზე. ძალიან кайფ ფასია. იტყვის რომ ნერგები არის. არ გაატანო, ნევეში არ გაატანო. რამდენი? 115, კაი. 150. და განაჩო ყავს რამენაირად უნდა გაპატიოსდა ეხ. რამდენი შევა იცი? აი 65 მილიონი. აი ყავს ნერგებს ეს ტიპი ხო იცი? აი მინდა რომ 215 მილიონი მაქვს. მე 150 გამოვაკელე. ამ ტიპი იტყვის რომ ნევეში ამალი ვიცი. აი, თამაში ფუჭდება. არ ფუჭდება, არა, მინდა ჟოაო ნევეში. იტყვის. ბიჭო, არა, მე მინდა რომ აი 5 მილიონი წავიყვან მესამე ვარიანტი. აი 5 მილიონი წაიყვანო იმის ახლა დუისბურგის კალსრუეს და მაილს კელი ყავდა მესამე ვარიანტად. შანსი აი მისტერი ბოქსი. 155 ხო? უეჭველი შევაწაიყვანო. ბოლო ფასი, კაროჩე. უეჭველი შევაწაიყვანო. გაბნიოს ეხ. მართლა გეუბნებ. 60 შეება. აი ის მაგიდა ის როაზია რა გელოზე ამ შემთხვევაში აგელოზე ვარ მართლა დევეში იამალი ვირცი ვალდე კუბარსი ერთი წამი ბაზუმანატურე რო ეყოლება აი იამალი აქ უბრალოდ ხურობი ბაზუმანატურე რო ეყოლება ანუ სუდია კი არის ერთი ტრაფეს აი ხო უმატებ კიდე 165 დაანებ ერთი. ხალხი ხოზე არა მე წაიყვანოს მე და მე დაიგნო აღარ წავიდა 165-ად წავიდა ნევეში. იდეალურად ბალანსდება ისე რომ ჩემი გულის აუგეს გამოდის ნახოთ ჯერ. შენ ნახოთ. გაწმენდში არ ყავს. დაცვაში მოვიდა ნერგები და რა ის ტურე ამ მომენტში 265 აქვს ციხეს 265 აქვს ანდროს მე იამალი და 215 ლუკას. შეშკო ყავს შენ? შერკიც ყავს და შეშკოც არა იამალსა და ანდროს 4 ყავს სასაყვანი მე 3 რა ხელსხოვა არის დიდი ბაზუმანატურეს და ილდის შორის არ ბაზუმანატურე თუ ენერგია ბაზუმანატურე გადა ენერგია ხო ბალე ინტერში და ინტერში ეს არის ცენტრალური მცველია შემდეგი 30 მილიონად ლენი იორო
30? 30. 50? 55. 70? 75. რამდენია? 90? პროა. დამი. თუ გადაწყდა რომ ლენი ევროზე ერთმანეთმა ის ისე ჩემს ხო ვიცი ხე, ჩემ ფულს ითვლის. გადაიხადა 95. მეტი არა, ვერ გავუკეთებია ჩემ ფულის დათვლის გარდა. ფული თანაბრადაა გამწუთა ციხეს დაანგროს. უბრალოდ 11 ფეხბურთელი ყავს იმას საერთოდ, კი. 95 ხო დამაგიწევ. უპირატესობა გაქვს. უცოლი აღარავინ აღარ უკეთესი ფეხბურთელი. იცი აქ ხარი. 1 2 თვადრო 100. 100. ბანძიმცოლები დაუტოვებთ ხო? 105. ჩემზე რომ ამოს კუნძები დაუტოვე ხო ეს? 105. 105. 1 2 3. ციხე გახსოვს Manchester United. ბიჭო, ეს ლამინი ამალი ახსოვს Paris Saint-Germain-თან იმაში. ილდიზი გახსოვს როგორი იყო დიდ თამაშებში? დიდ თამაშებში ილდიზი გახსოვს წელს როგორი იყო? დიდ თამაშებში ხო, ინტერის გარდა. ოჩად მილონ. ინტერის გარდა ყოჩა რო გაგაცნო. იუვენტუსთან მილანთან რა კარგად ითამაშა ილდიზი გახსოვს? აუ როგორი ღირსია რომ მეორე წრეში არის დარჩენილი თამაში და იქნას რამე. თუ ღირსი ვარ, რას ქვია? როგორი ღირსია. 160 მილიონი მაქვს. ილდის არ დაუჯერო, მილანის გარდა ყველას გაუტანა. მარჯვენა მცველი. კონორ ბრედლი 40 მილიონი. თქვენ ხართ ორ ბრძოლაში მე არ. ბრძოლაში? მე მიწევს ხო? მე მიწევს. ინდა კონორ ბრედლი ვარ, მიწევს. გავყავი ორ. მოუგებელ ბრძოლაში. 40-ს წავი. 40-ს წაი. 55? რამდენი დაგერჩელი? 215. 50. 50. 1 ბიჭო მე ანდრო ვიტომინა წაიყვანოს რომ იმას ყავდეს მართლა ეგზოტიკის ზაგაი ფლაგები რა. მე მშვენიერი ფეხბურთელი. მე ეს უფრო მაინტერესებს. მე პალესტრას ველოდები ხა იმედი მაქვს. პალესტრა არის ის ნიკამენია. შენთან მოდის მალოგუსტო პალესტრა 30 მილიონად არ არის პალესტრა, მაგრამ 5 მილიონად არის კაი ვარიანტი. უარესად შეიძლება. სამ ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. რის. რას ქვია რის? რომელი ქვეყნის? ოკეი. ნიშნება. 2005 წლის U19-ის ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი იყო. შარშან U19-ის სიმბოლური გუნდის წევრი. რომელი 25? 25-ის. მე 5 გავიგე. ბოდიში. ხუი და იმიტომ მე მეგონა ეგეთი მისტერი მოქცია რა. ოდესღაც უთქვამს ლივერპულის და ბარსელონას ქომაგობო. ნათქვამია უბრალოდ. შაშანდელის იმას ყოფდა? კი. სიმბოლური გუნდი. არა ტაბატაძე. მალოგუსტო ბარსხა. მალოგუსტო რამდენი ღირს? 30 ეს. ირივა ერთმანეთს აღარ შემიძლია. მალოგუსტოს ავიღონ კაცი. კი ბატონო, ჯივაირო რიდი იყო ისე. მალოგუსტო 30. იყო არა და ბავშვობაში. აი მალოგუსტოზე ძუდი ხო შეიძლება. არა, აი მაგის იმედი გქონდა თქვენ და არ იქნება. კი, კი. 30-ად ხო? კი. 185. აუ ეს რატო? რა უნდა? აი გარდაჩო რო არა მე ჩემი გუნდი. შვენიერი ფეხბურთელია მალოგუსტო. შვენიერი. შემდეგი ცენტრალური მცველი, რომელსაც შემოგთავაზებთ, არის სკალვინი 30 მილიონად. წინაზე კი ვიწუწუნეთ, მაგრამ ეხლა წავიდა დაბრუნდა, კარგად თამაშობს, რომას გაუტანა. ძირითადში დგას. და ისევ გამისა იმედი, მე ეგეთი ისედაც მომავლის გუნდს ხო, თან ოპტიმისტი ვარ და 70 მილიონი. 30-ნა პირდაპირ 60. კი ბატონო. 75. 75. 80. 80. გაატანე, გიხვეწები გაატანე რა. გამატანე. 80 რამდენი დარჩება მე? ცოტა 105. 105 დარჩება 3 კაცზე? აი ყოფა. აი, საიყვანე. მე აბიძ არ მაგარი. მესამე ვარიანტი. აუ ის თუ წავიყვანე 90. მოიც 90. კავინი არის აი უნიჭიერესი. კი, მაგრამ ფეხები ძალიან მაგრამ ჩვენ კუბარსი დაისყავს რა ქვია, ჰუსენი ყავს და შენ უფეხება ფეხბურთელი. კი, მაგრამ მე მეყოლება ორი რო აქე მილორ, ჯერ წაიყვანე და მე არა უშავს, არა, მე თქვი რომ იმედი გამიჩნდა მე თვითონ. 90-ად. ძალიან კაი მცველია კავინი. ძალიან, მაგრამ დიდი ხანია ფეხბურთს თამაშობს. პერსპექტიულესად. აუ ხუთი თამაში არ უთამაშა დიდი ხანია ერთმეცად იცით. მე არაფერს არ ვეთქვი. 20 წამით გადავხვიეთ უკან. მე ვთქვი რომ იმედი გამიჩნდა მე, ხო? იმედი გამიჩნდა. ხო, იტალიის გულშემატკივარი ვარ და მინდა რომ სკოლანი კარგად ე რომას გაუტანა გამარჯვების გოლი, არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს ბასტონის პოტენციალი, არის ბასტონის პოტენციალის ვინ გაზომა ეს? ვიგაზომა და მათ შორის შეეც, ანუ როგორ ვიდა ბასტონის პოტენციალია მithქვა საუკეთესო მცველი? პირადი საუბრების ჩანაწერი არსებობს. რა მithქვამს რომ საუკეთესო ცენტრალური მცველის ჩარტეთ. ვიდა რომ კომენტარში დაიჩაგდოთ აუდიო ფაილი. კავინის სავს ვაპარაკობთ. თავარი დაგდიგვერდით რა. კი. კარგი მოახლოვე და შემდეგ ჩამშრელი. ჯორჯო. მცველი აღარ არა? არის კიდე. ჩამშრელი. ალექსანდრ პავლოვიჩი 30 მილიონი. მე მყავს. მე დავიყვან. 50. 55.
65. მე ამდენი მაქვს. ფული ციხე 160, ლუკა 185, შენ 125. წაიყვან. ამდენად ვიყავს 65-ად? 65-ად. 65-ად. შვენიერია. პავლოვიჩი წავიყავ, ნუ, რა ვიცი, ძალიან კაი ნახევარი და პავლოვიჩი ვირცი. პავლოვიჩი, ეგეც მაგარია. ძალიან კარგია პავლოვიჩი. კარგი ფეხბურთელი. ეგ ძალიან მაგარი რა სტიჟი. შენ თან მოდის კასადო 25 მილიონად ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. აბა? ეს ფეხბურთელი აუქციონზე მინიმუმ ორჯერ მყავდა. იმიტომ რომ ქომაგობ მას ის პოტენციალს. 5 ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ფაქტობრივად ჩათვალე რომ ყველა ასაკობრივი აქვს ნათამაშები და კლუბში გოლი ჯერ არ აქვს გატანილი. რომელ კლუბშიც თამაშობს? ოი. ჩამშრელია ხა. არ ნუ გავიგეთ, მაგრამ რამდენი თავად? ზოგადად არ მეტყველებს. 10-ად. 10-ად? კი. კასა გავერთოთ რა კასადო რავი შეიძლება პოტენციალი აქვს. გავიყო მისტერიოს. აიუ ბუადი. აიუ ბუადი მართლა როგორც გაიწევდები. ძალიან მაგარი ფეხბურთელი. რეალისტებაზე იყო ბიჭო, რა ქვია, გადაწყობაზე იყო. საფრანგეთში დიდხანს არ დარჩა. და ჩვენ ყველა გავოცდით ეხლა. კასადო ამ მომენტისთვის რა თქმა უნდა ჯობია. რატო ჯობია ბუადის? აი ბარსას ფეხბურთელი. ჩვენ ადავირიეთ. მარტო მაგიტო? ბუადი მართლა არა, ბუადი სასწაულია. უყურებ და რა ვიცი. არა. ყოვლის ყველაფერს პიცავარ არა ირონიულად, აბა მე ვუყურებ და არ არის. არა, ირონია ვერ ზიქრება შენ გუნდელზე რო ლაპარაკობ, ირონია არც ეკნება. ბუადი მართლა кай ფეხბურთელი. კარგია, მაგრამ ნუ კასადოს არ ჯობია? ამ მომენტისთვის არა რა, ოი. რა კასადო უბრალოდ ლაბასი. აი ლიგა 1-ში ბიჭო ყველა ხარობს ლიგა. ჯონათან დევიდი ხდებოდა ბომბარდი. ალბათ გამოვიგა შენ ახსოვს შენ ლიგა 1-ს ვერაფერს სათავე. იმიტომ რომ მაშინ იორო ცუდი მცველი იყო, ის ცუდი მცველი იყო, ეს ცუდი მცველი იყო და ის ცუდი მცველი იყო და ვერ გადმოდია და მაგარი არიან და იგებენ ლიგები. იორო მაგარია, რო გადავიდა. იორო მაშინ ვისაც თამაშობს. მეგობრებო, შემდეგ ფორვარდს არ უწევს ნიკა. კი, ზუსტად ფორვარდზე გადავდიოდი და ეს მეორე ფორვარდი არის სამო აგეჰოვა. ომოროდიონი თუ როგორც ამ მეორე გვარი. 40 მილიონი იგივე ფასი რაც ეს ის ფორვარდია ის. ბიჭო მე ფორვარდისთვის ვინ ახავდი ფულ? შენ შეხვდა სამწუხაროდ. ნუ სამწუხაროდ რა გავრიშ. სამწუხარო რანაირად არის? არ არის სამწუხარო, მაგრამ გავრიშ. მაგარია. გავრიშ. არ გინდა შენ? არა. აი მაშინ. ნაშვება ამ სეზონში აგეჰოვა. ბოლო ხო შენ აიყვანეთ ამ. ხო. ბევრი გოლია გატანილი. ამ სეზონში გააქვს ბიჭო, უბრალოდ მე ხო მე ვიცი მომწონს ხო ისინი ამ. ასოცი დაგჭა ხო? შენ ყავს აგეჰოვა და გარდაჩო ფლაგზე ხო? აგეჰოვა ფორვარდი. აგეჰოვა თან წამოვიდა კი. შენთან არის გამიმართოს. სანტიაგო კასტრო არის 10 მილიონად. ძალიან მევასება სანტიაგო. კი ბატონო და მისტერი ბოქსიც. მისტერი ბოქსიც 5 მილიონად თუ შევფუთავთ მაღაზია. მაგრად მევასება ომოროდიონი. მაგრად მევასება გარნაჩო. გიჟდები. დალში ყველა кайფი. ბიჭო, აი ვინმე თუ უკმაყოფილო იყო, კალკო პროსტა გაიხსენეთ. ვინა ეს ტანზანიელი ფორვარდი თუ ეს ტურე, ტაბაზანა ტურე. ერთი წუთი. შენ გევასება გარდაჩო? კი, ამას მართლა ევასებოდა გარდა. რონალდუს ფანი რო იყო. ხო და აი ამ ომოროდიონი ევასება? მე კასტრო მართლა მომწონს, მგონია რომ ინტერის თამაშობს სულ ომოროდიონს. ინტერის კავინიზეც გიждდებოდა მეგობრებო, რო გაიხსენოთ, მე რო წავიყვანე, მე აღარ გაგიждდა რა. მე ჩვენცოლებს შევადარეთ, თორე მომწონს კავი. მომავალი ინტერის ფეხბურთელი. ინტერის მომავალი. აი შემოგთავაზ მისტერი ბოქს. არ გონია აირჩიო უკვე როგორც კი, მაგრამ აი არაფერი არ მომიტყვები, მე სკალმუნდი. დემაგოგია. ნუ აი. დემაგოგია. ანდრო მისტერი ბოქს უნდა შევთავაზოთ. ეს არ აირჩევს, მაგრამ აი უნდა ვთქვა. შევავირჩიო, მიდიამ. 5 მილიონად. საფეხბურთო ოჯახიდანაა. ოჰო. პრემიერ ლიგაში სადებიუტო გოლი ოლტრაფორდზე გაიტანა. და აგია ანა ვოლუსის აკადემიის პირველი რა თქვი რა იქ გამოვიდა. კასტრო რა ღირდა? 10. ნიკა პირველი მინიშნება რა იყო? საფეხბურთო ოჯახიდანაა. კასტროს ვირჩევ კაც. ხარალამბოს კოსტულასი იყო. სანტიაგო კასტრო, მე მართლა ძალიან მომწონს კასტრო. კარგი. რავი თუ შეგიძლიათ პრესას გადახედოთ იტალიურს, მე არაფერს არ ვიტყუები. ინტერი წაიყვანს ესეზე. რამდენი გადაუარი? პრემიერ ლიგის ფეხბურთელზე თქვა უარი, ესე მაინც რო იცოდეთ. პრემიერ ლიგის ფეხბურთელი. გოლი გაიტანა გუშინ წინ გონი. კოსტულას და? კასტრო მილანშიც კი რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება მიიღო რა კოსტულას. კარგი ფეხბურთელი. ხარალამბოს. ამა ანდროვაც ისო კაი ფეხბურთელი. ნახევარმცველი ნიკა და 120 მილიონს ვიხდი. არა, ჯერ, მეგობრებო. ცენტრალურ დაცვაში ვართ. მე დამრჩა და ანდროს დარჩა. ცენტრალურ დაცვაში ვართ. ანდროს ამდენი აქვს ფული? შენ მითხარი? 115. ახლა ფულს ყველას შეგახსენებთ. ციხეს აქვს 120, 110 ლუკას და 115 ანდროს. და ცენტრალური მცველი არის აბდუკოდირ ხუსანოვი. შენ მიყავს. 25 მილიონად. და მთავრებ გუნდს ხო ანდრო? 25-ად. არა, ის მისტერი ბოქსი აქვს ამას. არა, ისე.
და კომპლექტი. ხუსანოვი ძალიან ძლიერი ტიპი არის, ერთ-ერთი უსწრაფესი და მართლა კაი მონაცემები აქვს, გვარდიოლა ტყულა არ იყიდი და ვალში მის თამაშები რამდენიმე highlight. მისტერი ბოქს შემოგთავაზეთ. აქამდე არ უყიდეთ ყოლა. აი, ოკეი. აქამდე ყოლა არ უყიდეთ. შანსი ჯერ კიდევ არსებობს სოფლიო ჩემპიონატზე ვიხილოთ. ვაუ, ნანუ პლეიოფშია. გასულ სეზონში სერიაში იტალიელი. ერთი გოლი გაიტანა. კაი, წაიყვანა მე. 15 ნომრით თამაშობს. და 15 მილიონად მოქცა. მილორ გაიხსენ. წაიყვანა. მე ისაკი მაქვს ვარიანტი. ისაკი ერთადერთი. კენ დიდიოს და ისმენც გაროს გაიყოს იტალიელი მცველი, რომელმაც რავი ერთი გოლი გაიტანა 15. იენის მეშე პლეიოფში ხო, მაგრამ პროსა დიდია იენი. არ შვედი რა ხადა ვაკოჩი. პლეიოფში. კიდევ ვინ არიან ვილსელს რაუნდა იტალიაში. ირლანდიელს რაუნდა. თურქი. თურქიც რაული მცველი 10. ახალგაზრდა არ მახსენდება იტალიაში. არც აირჩია. ხუსანოვი. მე ვარიანტი მაქვს. მუჰარემოვიჩი იყო? აბა. კომუცო. ნუ პიეტრო კომუცო მილანშიც არ დიდოდა. მუჰარემოვიჩიც შეждდებოდა ბოსნიელი ხო არის მუჰარემ. არა კომუცო ბიჭო საწყალი მცველი არის და. არა კომუცო. ხუსანოვიც არაფერი. შეთან რენატო ვეიგა ჩემთან არის. მოდის, ჩემთან. რენატო ვეიგა 25-ად ძალიან კაი. ან 10 მილიონად ეს ფეხბურთელი. კლუბთან 8 წლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. აჰა, ჩელსი. ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები ორი სხვადასხვა გუნდი არის მისთვის, ანუ ასაკობრივი სხვაგან ითამაშა და ეროვნული სხვა. ის არის კაცო. და მისი გვარით არაერთ ფეხბურთელი იცით. ის არის კაცო, ეხა რა ქვია მას, ნიდერლანდელი ცენტრალურ ცოლად არ ითვლება? ჰატო. მისი გვარი ჰატოს გვარი ვიცით რომ თორე. ცენტრალურ ცოლად ითვლება რა თქმა უნდა. კაი, ტოსინი ყავს, ბადიაშვილი ყავს, ჩალობას ვიცნობთ ბევრს. ყოლუილი და მის მას. ჯობინდენეტო ვიგა მე მომწოს ცაცია დავაყენე. კაი, 8 წლიან შეიძლება სხვასაც გაუხსნა. რატო ვიგა დააყენებით? ჯაბალთან შეიძლება ცუდი ურთიერთობა გქონდეს. მაგას ავუჩო. მამადუ სარი განათხოვრებული ყავს ჩელსის. შვენიერი. სტრასბურგში. ხო გაიცვალია. კარგი მცველია ლიგა 1-ისთვის. ლიგა 1-ისთვის. ბუადი ცუდი ნახევარმცველია? რახან კარგი ნახევარმცველი ლიგა 1-ისთვის. არა მე სხვა რაღაც გქთარ, კასადო მეჩიონია თქო. კასადო შეიძლება გირჩევნია აი შენ ნახევარმცველი დაგჭა ხო მაგრამ? ბუადი უკეთესია მამადუს თავის პოზიციაზე. ნახევარმცველზე ხა ომი გაქვთ ანუ? არა ამასთან ფული მაქვს. პეტი აქვს ფული. 120 მილიონი. ხო, ანუ ნიკო პასი არის. შენთან მიდის. ნიკო პასი არის თვლი რო ოვერი. და ხარჯავ მთლიანად ხო რაც გაქვს. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. 120 მილიონი პასი. ოღონდ შემოგთავაზებ ეს რა გინდა? 50. მაგრამ შემოგთავაზებ მე 45. ლივერპულის გადაწყობაში გინდა ნიკო პასი აქ ეხა ფასი კი ეხა ფასი შეიცვალა, იმიტომ რომ ყველა კაცი და ყველა ძალიან ძვირი ღირს სინამდვილეში. 90 მილიონი მაინც. ბრავო თქვენ. მისტერი ბოქს შემოგთავაზებ. ფეხბურთელი დიდი პოტენციალით. აუ, საშე. ქვეყნის ორგზის ჩემპიონია და ალთუმამა სტადიონზე გატანილი ულამაზესი გოლი. გიულერ. კი არ დაარია თქმა უნდა. არ დაგიჩენათ ნიკო. გიშორ ხო? რა თქმა უნდა ნიკო პასი მიჩვენ. ვა რა თქმა უნდა ნიკო პასი. გავი იყო ეს ფეხბურთელი. და გავიზეთ თქვი უარე. არ მინდა ეს გავირა. ეს სოფლიო ჩემპიონატზე არის გავია გერჩია. კატარში არის. მაგას ამბო. კი, პასი ბევრად კაი ფეხბურთელი. კაი ვინ შეხვდა? და გიულერსაც არ გეჩვენიათ პასი? არ ვიცი. მე, პირადად მე კი, მაგრამ ბიჭო, ნახე რა მალე იცვლება ნარატივი ორთვის ეტაპსო ნაბობდა ახალი ის არის. გიულერზე გახსოვს. გიულერზე. რა ხელა პოსტებს წერდა. ეხა რო კითხო, ჩემი აზრით გეტყვის რომ ფერმინ ლოპესი ჯობია. შენთან გიულერს. აბსოლუტურად. მარტინ ბატურინა 10 მილიონი და 5 მილიონად ეს ფეხბურთელი. აზე მეტი თამაში აქვს ინგლისში. ეგ მაგას უჩვევ ისედაც, იმიტომ რომ ერთხელ რავი არ უნდა გამიმართლოს, მიდი მაგას. ხო, არ გაუმართლე. წაიკითხე. ამას? წაიკითხე უბრალოდ. ნიკი ბატმა როიკინსა და დევიდ ბექემში ადარა ნუ ის კობი მეინუა. და 40-ზე მეტი თამაში აქვს ეროვნულ ნაკრებში. 40-ზე მეტი? აუ, რა სასაულია. მაგას ვერჩევ, მაგრამ არ იქნება. ჰანიბალი, ბანლის ნახევარმცველი. Yes! მოვიგე. მოვიგე ოფიციალურად. იწვის აღარ არსებობს. რომ არ მოგეგო. იწვის არავინ. მეგობრებო, ისი? მეგობრებო, თქვენი აზრით ლუკა ფული ბოლოს, რა თქმა უნდა დარჩა. იმიტომ რომ სულ გონია რომ აი არ დაგჭება. ხო, მაგრამ ეგეთი ბევრიც არ დამჩენია ხო? არა, 95. ხო, მაგრამ მე ნიკოპასში ვიომებდი უბრალოდ ცოტა დამაკლდა, ანუ ცოტათი მეტი ქონდა ჩემზე. თორემ ნიკოპასი საომარი ის ნაწილი. წარმოვიდგინე. მე მგონია მე მოვიგე ამ დროს. მართლა გონია? კი, კი. მართლა გონია. უკანახაზე უკეთესი ყავს შოუსთვის. არა, მართლა მგონია. ეხა მითხრა რომ შოუსთვის თუ ბალანსია ჩემი გუნდი. და კარში დგას ნიდერლანდების ნაკრების მომავალი მეკარე, პრემიერ ლიგის ამ სეზონის მეორე საუკეთესო მეკარე, ობიექტურად პირველს ვერ ვიტყვი, რობინ რუფსი. კი ბატონო.
დაცვის ცენტრი ახალგაზრდულ ასაკში თუ საუბრობთ მცველებზე, ასევე ტოპ 2-ში დინჰაუსენს შევიყვანდი, ანუ ტოპ 3-ში კაი არ გავამწოვებ. დინჰაუსენი და ლენი იორო, რომელიც ამ მომენტისთვის ნამდვილად არა საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ითვლება პროსპექტად. და მარცხენა და მარჯვენა ფლანგებზე საუკეთესო არჩევნები, რომელიც ჩვენს აუქციონში იყო მილოშ კერკეზი და რიკო ლუისი. და ცო ბევრად უკეთესი ყავს ანდროზე. და დადეკარეთ, არ ვიცი უკეთესია თუ არა. ბიჭო, მეკარე ამ სეზონით უკეთესია ანდროზე. თავ ერესტი არ მინახავს კარგად, ეს მინახავს და უკეთესია. ნახევარდაცვა. ჩამშლელად კალოს ბალება, რომელსაც მომდევნო სეზონში ჩვენ მანჩესტერ იუნაიტედის მაისურითაც ვიხილავთ და ვერსად ვერ ვიხილავთ. დაგვიმტკიცებთ. ამას ბუად იყავს, ამიტომ არა უშავს. რამდენად ძლიერი ფეხბურთელია და რამდენად მონსტრია. კალოს ბალება. 4-იან ჩავარდნის გამო ბალება ყველას უნდა და ზაფხულში და. ბუადი ვიგონია. ვიგონია რა ბალება ყველას უნდა და ზაფხულში. ჟოუნევეში ჟოუნევეში სამაგალითო ადამიანი სამაგალითო ნახევარმცველი უსაყვალესა და ულამაზეს ჰეტრიკის ავტორი და ანუ კაცი რომელსაც შეუძლია პორტუგალის ნაკრებში იყოს რობინი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი მერტ ის მუსიალა როგორ დაბრუნდება ასევე ჟოუნევეში მოკლედ გენიალური ფეხბურთელი ნიკო პასი სერიას ამ სეზონის ტოპ 5 ფეხბურთელში სეზონის საუკეთესოების ერთ-ერთი კონტენდერი ამ მომენტისთვის შენი რეალური აზრი გითხარ ჩემი რეალური აზრი, რაც მინახავს კომო და ესა overrated-ია, თქვი 3 თვის წინ, მაგრამ იცვლებიან ადამიანები, თუმცა ფეხბურთელებთან დამოკიდებულებით. მარჯვენა ფლანგზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც 3 საგოლე მოქმედება აქვს ლიგის თორე იქ რეალი რო 7 3 იგებდა ის არ იცვლება. დეზირე დუე. ცენტრალურ თავდამსხმელად. ოპა. სამუ მოროდიონი, რომელიც ამ სეზონში შეიძლება არ გინახავთ ხალხო, მაგრამ დაფრინავს სპორტუში. ბევრი გოლი გააქვს. სპორტუში. წავიყვანე ევროპა ლიგაზე. ლიგაში დარვინის ღმერთი იყო და კიდევ იყო ღმერთი და რო გადამოვიდა. ხოჭო რა თამაშობს? ხოჭო რა თამაშობს სამწუხაროდ. ხო, ანუ დიდი დონეა, ხო? არა. ეგ სხვა ბავშვი, ეგ შეიძლება წვრთნელი უღრებს. რაურა სამახსენი ფეხბურთელი. იოკერესი. კაი, всё, მორჩა ამით ყველაფერი, ანუ ოგმოროდიორმა შეაგდოს კიდე 20. და ალეხანდრო გარნაჩო, რომელიც სამწუხაროდ ჩემს ტაქტიკაში იყო, ასე ვთქვათ, ხარვეზი, ანუ ყველაზე მეტად გარნაჩოზე მწყდება გული, იმიტომ რომ დანარჩენი ფეხბურთელები მომწონს. ჩემ ეს ბოლო ორი ფეხბურთელი არის მიზეზი იმისა, რომ შეხარ მეორე ადგილსანი დღეს. მესამე ადგილსაც მოვსვით. მე მეზარება ეს არ შეფუთვა. არ ეზარება არასდროს არ შემოფუთა შეუფუთავს. არა, მოკლედ ვიტყობ ხომ ეს. უბრალოდ თან ვერ ვიტყვი, გულწრფელად არ ვიცი ტურე როგორ თამაშობს. აი გულწრფელად არ ვიცი როგორ თამაშობს ოდორუ. არ ვიცი და არც ვიცი სარი ხა გამიგია რომ კარგი მცველია და ჰანიბალი ნუ მინახავს ჰანიბალი და არა ჰანიბალი მინახავს და დიდი არ დანარჩენი ძალიან კაი გუნდი ყავს ბალდე ბარსი დაიწყო კაცრავად მართლა მაინტერესებს შენი გუნდი და უკვე ამერიკა ყველა ჩამოვთვალე უკვე მიდი რა მეკაიდან რომ დაიწყო თუ შეიძლება ოდორუ რომელიც არ ვიცი როგორ თამაშობს ოდორუ მაგრამ ნუ აი რამე ცუც თუ იტყვის შეგვიძლია დავალოთ და გავიგოთ მე როგორ თამაშობს ბალდე კუბარსი ბალოგუსტო კარგი და ცვა უბრალოდ სარი კიდევ ერთხელ ახალგაზრდა და სტრასბურგს არ უყურებ. ვირცი პავლოვიჩი ძალიან კაი ნახევარდაცვა და იქვე ჰანიბალი, რომელიც ჰანიბალი ყველაფერს არ ვამბობ არაფერს. არ არის საჭირო შეძლებთ. არ ვამბობ არაფერს. არ თქვა. და შეტევაში იამალი მყავს საუკეთესო ფეხბურთელი ამ სამ შორის, ყველა 33 ფეხბურთელის შორის. კასტრო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია სერიაში და მინდა რომ ჩემ ფავორიტ გუნდებში ვიხილო და ტურე ასევე ტურე საქვია? ზეპირად არის ახსო? ბაზუა მანატურე. ბაზუა მანატურე. მე ერთი ისავდი, ხო? მართლა ის ხო არა შეჯიბრება რა. ანუ დავაკვირდები ამ ფეხბურთელებს საინტერესოა. ოდორუ ეხა ხარს და ტურეს დავაკვირდები. ქართველები არ. გუნდები გავთ ვინც უნდა წურო. ხო ეხა ამ ვიღაცას უმართლებს მაგალითად იმაში მისტერი ბოქსი და შერკი ამოსდეს ვიღაცას არ უმართლებს ეგა. მე არ ვიცი. ვაფშე. ამ მეგობრებო დაწერეთ ჩემი ტირილის მე. ჩემი სახე არის ტირილი თუ აი ამის გაწითლებული სახე და ყველა ჩემი ბოზე ფეხბურთელს კომენტარს აკეთებს. ამას მართლია რომ საუკეთესო გუნდი მყავს და ანუ არც კი ვაპირებ გაჰაიპებას. რესტი, ბრედლი, ხუსანოვის, კალვინი, მალს ლუისკელი, ბუადი, მუსიალა, ბელინგემი, შერკი, ილდიზ და შეშკო. რავი, აი ერთი სიტყვაც კი არ მითხრა სამაც. ხალხო, თქვენ ფეხბურთს უყურებთ? მიხვდებით, ვის ყავს საუკეთესო გუნდი. ციხე მე შენი მე მინდა რომ უბრალოდ ამ განწყობის გამო შენ გეღარ. ეს ფეხბურთელები განწყობის გამო არა, იმიტომ რომ ჩემი ჰეიტერი ხარ. ბალანსი. ზუსტად. რო უკეთესი განწყობით ის. ნახოთ ამ სეზონის ბოლოს ვისი გუნდი იქნება საუკეთესო. ან მართლა იგა რომ ანუ ტურე ხა იცის, მაგრამ იმედია ვიღაცა ბუნდესლიგის გულ შემატკივარი დაждდება და დაგუჭას რა მაგარია, იცი. ხო გოგალაძე. ხო რა, იმ ჩემპიონატებს რომ უყურებენ. აწერო რა. მე რა ვსწავლე. პალესტრა რო ამოსულიყო, აი ანდრო სერიას რო არ უყურებდეს, ანდროსაც გაეცინებოდა და ბევრს გაეცინებოდა. მე ხა პალესტრაზე ფიქრობ რომ რავი სერიაში შევა ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი არის.
და ნაკრებში მინდა რომ ძირითადში თამაშობდეს იტალიის და ეგრე და შავ ტურეთს ეგეთი ფეხბურთელია. ნახოთ, ფულ არ გელოდები კომენტარი. გოლი გაიტანა ეხლა ფულ არას ყველა მოსწონს ბიჭო. ეხლა გაიტანა გოლი. ფულ არის ბუნდესლიგაში, ვისაც ხვირი აქვს შეყოფილი ყველაფერი. მე ერთ-ერთი იმას ვიზავრო, ანუ ვიღაც ფეხბურთელები გავიგე, ვისაც მაგ რო გავალ კამერა. ანუ თქვენ გუნდებს ჰაილაიტებს ვიღაც კი, მე ეგრე გავყევ პრემიერ ლიგას და ან არა, მე გულისხმობ ისეთ ფეხბურთელები, რომელსაც თამაშებსაც არ უყურებთ ახლა და არის თქვენ გუნდში, იმიტომ რომ თქვენი ჩემპიონატები რადგან გაქვთ, გასაგებია რომ სხვა ჩემპიონატებს ვერ უყურებთ. ფეივორიტებში მოუნდა. მაგდენი დრო არ გაქვთ. ვიღაც ადამიანები მონიშნეთ და უბრალოდ უყურეთ და სეზონის ბოლოს ნახეთ როგორები იქნება. ანიკა მე გეთახმები, უბრალოდ ჩემი აზრით, ანუ ბიჭო, ნახე შერკი, მუსიალა, ბელინგემი და ილდიზი მყავს, ანუ საკმარისი. მასე მე იამალი მყავს, ვირცი და კუბარსი მყავს. აი, ნახე. სველი შემოყავს. მე რამ სველი ფეხბურთელი არ არის? კუბარსი, ანუ 4 ისეთი მყავს, შეუძლია ბალონდორის მოგება ბიჭო. როგორ? ვის შეუძლია? ბელინგემს, შერკის, მუსიალას და ილდის. ჯერ ადრე ხო არა, შერკის შეუძლია რასტეშდა. შეუძლია, ანუ ეხა კუბარსის არ აუ, ნიკოლას არ შეუძლია რა. ტურესაც შეუძლია მოიგოს. აუ, ეხა ბაეგრე მე ჩემი ძლია. რატო შეუძლია? ბაზუბანა ტურეს თუ შეუძლია მე ჩემი ძლია. ეხა ხო ვიცი ეს ბაზუბანა ტურე აღმოჩნდება ახალი ამ. აუ, გთხოვთ რა. აუ, ბაზუბანა ტურეზე მთელ ფსოს აიჩე. ჰოფენჰაიმს თამაშებს უნდა უყურო, ესეც ხუთყვილი არ უყურებ რა თქმა უნდა. ის თამაშებს. კაი, ის ყველია რომ შენ გეგონა რომ შენი გული საუკეთესო იყო, მაგრამ კაი.